სტანდარტი გიორგი ზარია და ნიკანილოა ბურთთან ზარია ბრწყინვალე ჯარიმა შეასრულა მოიგერია შემდეგ შეუნაძე მისი პირველი დოლის ამაღლება გვაინტერესებს ამ მიმართულებით თუ ახალცაძე და სპაიერი რუსთავი 21 საათზე აბა ჩაწოდება ვნახოთ კარგი ეპიზოდი და აქ ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა დინამომ პეპსი აბა ეს ეპიზოდი კარგი მომენტი აქვს დინამოს ჩაწოდება ჰალიდ ოლტმურზიევის შეუნაძე ეს 4 გუნდი რომელიც საერთაშორისო დონეზე გადის ხოლმე ყოველთვის აინტერესებს გულშემატკივარს რომ იყოს კარგ ფორმაში იყოს გაძლიერებული 21-23 წლამდე შემდეგ იყო ასტანა ბნეი სახნინი და ყაზახური ისრაელური ჩემპიონატების შემდეგ დაბრუნდა დინამოში შარშან და კიდევ ერთ სეზონს იწყებს კიდევ ერთი კარში ზუსტი დარტყმა და საქართველოში არ იყო მაინც და მაინც მრავალი მოთამაშით გამორჩეული დონკორი კარგი ეპიზოდი დარტყმა და რა გოლი გაიტანა დონკორმა წინვალე შესრულება ახლო კუთხეში ლევან შეუნაძეს რომელსაც კარგი თამაში აქვს და შეიჭრა ქარიშხალივით საჯარიმოში დაიწყო ყველაფერი აქედან მეიღო ბურთი პიმინტელს გაცდა აქაც დაიბრუნა ბურთი აჯობა 3 მეტოქეს სისწრაფეში და იმ დერეფანში აი სივრცეში რომელიც ჰქონდა დატოვებული ლევან შეუნაძეს ძელთან ახვილი კუთხიდან მარცხენათი უძლიერესი დარტყმით შეაგდო ანგარიშის გამხსნელი გოლი ეს ეპიზოდი ძალიან გავდა ითხოვდა იქ ჯარიმას, შემდეგ თავად არ ყოდა თამაშის, მაგრამ შეტევა გაგრძელდა პაპუაშვილმა გააკეთა მარჯვენა ფრთაზე პასი და ერთ-ერთი პირველი შეტევა მეშახტისა დღევანდელ მატჩში ბურთული კარგი გადაცემა და 1-1 აი პასუხი ამაზე უკეთესად როგორ უნდა ეპასუხა ტყიბულის მეშახტეს პაცაცია გატანილი გოლის ავტორი შეტევა შეიძლება დაერქვას მოედის ცენტრში დაიკარგა ბურთი ბურთული პასი მარჯვნივ შუბითიძის კარგი გადაცემა და ესე ვარდნაში არ იყო ადვილად შესასრულებელი ნამდვილად ეს ეპიზოდი თითქოს ფეხი დაუწდა პაცაციას, მაგრამ მაინც მოახერხა ვარდნაში ზუსტ ეპიზოდის შექმნას არა ორიგინალური პასი სიხარულიძე ამბობს დაეწევა პასსაც აკეთებს სულს ჩაწოდება საჯარიმოში ისევ იგივე სტილში საიდანაც გოლი გავიდა პიროვი დარტყმა და კუთხური იქნება აი გამოვიდეს კონტრშეტევა მონტეირუ მარცხნივ სივრცეა მაგრამ გადატანა ვერ მოხერხდება იმიტომ რომ კარგად იცავენ თავს მეშახტეს ფეხბურთელები მერე უკვე ამ დაცვას დაეხმარა ირაკლი სიხარულიძე რომელმაც დაზიანებაც მიიღო იმ ეპიზოდში და ორივე გუნდის ფეხბურთელს სიხარულიძე მეშახტეს ხარეს და დინამოს რიგებში ოსეი სჭირდებათ დახმარება ბათუ მომენტების შექმნას ცდილობდნენ ფეხბურთელები ტყიბულის მეშახტეს მხრიდან ნახოთ მოკლედ რა გამოვა კი ჩანს მოკითელი ბარათი ქონდა გოლები რომლებითაც ქულები მოუპოვებია დინამოს და მნიშვნელოვანი გაძლიერება იყო ყოველთვის ჯოკერი მონტეირუ შევიდა საჯარიმოში გამოვიდა შეუნაძე მეშახტე მეტოქის ნახევარზე კარგი გატარება პაპუაშვილის სიხარულიძე შემოbrunდა დარტყმა გადარჩა დინამო თამაშოს სტილიდან იმით რომ კი ფორვარდია მაგრამ ძიმე ფორვარდი არ არის მოვიდა და მეტად წინ აქ ბურთული კარგი მომენტი კიდევ ერთი ეპიზოდი აქაც გადარჩა დინამო თბილისი მარცხენა შემტევის როლში იქამდე მეშახტე უტევს კარგი ეპიზოდი მაქაც არია მოიგერია ბურთი მაგრამ შეტევა გრძელდება ჯიქია ბურთული არეულობა საჯარიმოში და კარგიდან დარტყმა მეშახტე ბურთული ჩაუშვა საჯარიმოში როგორი მომენტი ისევ სიხარულიძე და აი ამას უკვე შეიძლება 100%-იანიც დაერქვას დონკორი გადის თქვით რომ გოლის ავტორს თქვით რომ მარცხენა ფრთაზე ითამაშებდა უფრო რბილი მსუბუქი მოთამაშეები და შეტევის გამაძლიერებლები ეს შეტევა კი ისე ძლიერდება რომ კინაღამ გოლი სრულდება შექმნა ნამდვილად შეიძლება ჩაწოდება ხარებაშვილი აი მომენტი სწორედ სტანდარტული სიტუაციის შემდეგ ისე რომ მოხდა ბურთი ხარიხას შეუნაძეც ითამაშეს დინამო თბილისის ფეხბურთელებმა გვარცხავა ჩაწოდება საჯარიმოში ხარებაშვილი მცდელობა ნომერი 2 წინა ეპიზოდში ხარიხას გაარტყა ახლა გარედან კარის კონსტრუქციას ულელები სირაძე აითვისაფრთა აქ სანტოსი ჩაერთო შეტევაში შეუნაძის დარტყმა და გადარჩა ეპიზოდის შექმნას დინამო უტევს სირაძე სანტოსი დარტყმა გადარჩა მეშახტე სანახაობაც იყო მაგრამ უფრო მეტი იყო ბრძოლა დაძაბულობა და საბოლოოდ 1-1 ორივე გუნდმა თითო-თითო გოლა მოიპოვა და